თუ ოდესმე დაგჭირდებათ გაკვეთილი იმაზე თუ როგორ არ უნდა მართოთ ქვეყანა, უბრალოდ კითხეთ ვლადიმირ პუტინს. უკრაინაზე მისი აკვიატებით შეფხრობილმა პუტინმა რუსეთი დაღუპვისკენ მიიყვანა. რა თქმა უნდა, ცდილობდა ეს დაემალა. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩანდა თითქოს რუსეთის ეკონომიკა გასაოცრად მდგრადი იყო სანქციების გავლენისა და იმ ფინანსურ შავხრელს, რადაც პუტინის ომი იქცა. მაგრამ როგორც რუსეთის ბევრი სპორტსმენი წარსულში, ქვეყნის ეკონომიკაც სტეროიდებზე იყო. ეხლა კი გული ვეღარ უძლებს. არ არსებობს განკურნება იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც პუტინმა თავისი ქვეყანა შეიყვანა. და ამ პრობლემის ერთი სიმპტომი განსაკუთრებით გამოიკვეთა 2026 წლის ზაფხულში. საწვავის დეფიციტი მთელ რუსეთში. ბოლო 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინმა შედარებით კარგად შეძლო რუსეთის მოსახლეობის ომისგან დაცვა, რომელიც თავად დაიწყო. რა თქმა უნდა, დასავლეთში წარმოებული შორი ამ რეგიონებს ისედაც უნდა ქონოდათ კონფლიქტის მოლოდინი, რადგან უკრაინასთან ასე ახლოს არიან. უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონების შესაძლებლობების განვითარება უფრო დიდი პრობლემა იყო. დაახლოებით 2024 წლიდან ეს დრონები სულ უფრო და უფრო ხრმად ჩნდებიან რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ მაინც ომის ნამდვილი გავლენა დაფარული იყო. წლების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა ძლიერად გამოიყურებოდა და საწვავის პრობლემა არ არსებობდა. მაგრამ 2026 წელს ყველაფერი შეიცვალა. რუსეთი ბოლო ორთქლზეა, თანაც არაერთი გაგებით. პირდაპირ მნიშვნელობით, პოლიტიკოს ინფორმაციით, რუსეთის 83 რეგიონიდან 2/3 ახლა აცხადებს, რომ საწვავის მიწოდებასთან პრობლემები აქვს. მილიონობით რუსს უწევს გამკლავება შეზღუდვებთან, რომლებიც მოიცავს როგორც ნორმირებას, ასევე საწვავის გაყიდვაზე სრულ უარს ყველასთვის, ვინც სამხედროებს ან საგანგებო სამსახურებს არ ეკუთვნის. კრიზისი სიღრმისეულია და შესაძლოა ეს იყოს პუტინის ომის პირველი ნამდვილად გარდაუვალი ნიშანი, რომელსაც მთელი რუსეთი იძულებული გახდა შეხედოს. როდესაც უკრაინის დრონები უფრო მეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აზიანებენ, საწყობებს ანადგურებენ და საწვავის სატვირთოებსაც კი ანგრევენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისას, რუს მოსახლეობაში შიში ვრცელდება. ერთმა ქალმა სახელად ირინა ალ-ჯაზირას უთხრა: ძალიან მეშინია ამ გაურკვევლობისა და იმის, რომ არ მესმის საითმიდის ეს სიტუაცია. მოსკოველმა სახელად იგორმა დაამატა: ვფიქრობ, ყველაფერი კონტროლიდან შეიძლება გამოვიდეს, თუ კრიზისი მნიშვნელოვან დარგებს გააჩერებს. იგორს არ იცის, რამდენად მართალია იგი. იმდენადოს აზიანოა რუსეთის საწვავის კრიზისი უკრაინის ომის აღქმისთვის, რომელსაც პუტინი წლებია ცდილობს საკუთარ ქვეყანაში შეინანარჩუნოს. რამდენადაც ეს საწვავის კრიზისი ბევრად უფრო ფართო პრობლემის სიმპტომია. Fortune-ის თქმით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის თითქმის 25% გამორთულია. არსებობს ცნობები, რომ ადამიანები ბენზინგასამართ სადგურებზე 18 საათზე მეტხანს ელოდებიან, მხოლოდ იმისთვის, რომ შეძლონ თავიანთ მანქანებში ბენზინის ჩასხმა. პრობლემები, რომლებსაც პუტინი ასე დიდხანს ცდილობდა დაემალა, ეხლა ყველასთვის აშკარაა. საწვავის კრიზისი არის ავთვისებიანი ნიშანი იმ დაავადებისა, რომლის შექმნაშიც თავად პუტინს მიუძღვის წვლილი. ისევე როგორც მლიქვნელი ლიდერი, როგორც პუტინია, ის ერთდროულად ცდილობს დამალოს მიმდინარე მოვლენები და ამავე დროს იშვიათად აღიარებს, რომ შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა, რაღაც ძალიან არასწორად მიდის რუსეთისთვის, მისი საწვავის ინდუსტრიისა და მთლიანად ეკონომიკისთვის. 28 ივნისს კრემლმა დიდი ამბავი ატეხა იმის შესახებ, რომ პუტინმა მოწვია უმაღლესი ჩინოვნიკები რუსეთის საწვავის კრიზისის განსახილველად. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. პუტინი იმდენად მოწყვეტილია რეალობას, რაც რუსეთში ხდება, რომ მისთვის საუკეთესო გამოსავალია უბრალოდ მიუთითოს პრობლემაზე და სხვებს დაავალოს მისი მოგვარება, როგორც შეძლებენ. პუტინი ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს რეალობას მოწყვეტილი არ არის და თითქოს შეუძლია რუსი ხალხის მდგომარეობის გაგება, როცა აღიარებს, რომ იმ ინფრასტრუქტურულ დარტყმებს, რომლებიც ვეღარ დამალა, უკვე აქვს გავლენა. მისი თქმით, რუსეთში საწვავის მარაგებში გარკვეული დეფიციტია, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს კრიტიკული არ არის. ეს ნამდვილად კრიტიკულად გამოიხურება იმ მილიონობით რუსისთვის, რომლებიც ცარიელ ტუმბოებს აწყდებიან. ეს დეფიციტი პარალიზებას უკეთებს ბიზნესის ფლობელებს, რომლებიც ბენზინის გარეშე ვერ მუშაობენ, და დედებს, რომელთაც ტირილი ბავშვები ჰყავთ და ვერ ავსებენ მანქანას, რომ ბავშვები ბაღში მიიყვანან. მაგრამ აქ იწყება ყველაფერი ნამდვილად სერიოზული პუტინისთვის. საწვავის ფასები რუსეთში იზრდება. და ეს მზარდი ფასები გავლენას ახდენს რუსეთის ინფლაციის დონეზე და რუსეთის ცენტრალური ბანკის მიხედვით ეს გავლენა ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე წარსულში. პოლიტიკო ამ ყველაფერს აღნიშნავს და ამბობს, რომ მთავრობასა და მსხვილ ნავთობკომპანიებს შორის არსებული შეთანხმება ფასების შეკავებაზე შესაძლოა დაეხმაროს ოფიციალური ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნებას. მაგრამ ანეკდოტური მტკიცებულებები მიუთითებს არაოფიციალური საწვავის გაყიდვების ზრდაზე მაღალი ფასნამატით, რასაც ბიზნესები იძულებულნი არიან მომხმარებლებს გადააკისრონ. ზეგავლენა გარდაუვალი იქნება. როცა ბიზნესებს მეტი თანხის გადახდა უწევთ, საბოლოოდ ხალხი რჩება ზარალში. პუტინისთვის ასეთი ამბები წუთი-წუთზე მოსალოდნელ გულის შეტევას ჰგავს, მაგრამ ეს ფაქტობრივად რუსეთის ეკონომიკის ზუსტი აღწერაა უკრაინის ომის დაწყებიდან. რუსეთის საწვავის კრიზისი შეიძლება იყოს ყველაზე აშკარა რამ, რასაც პუტინი ვეღარ მალავს საკუთარი ხალხისგან. თუმცა ეკონომიკური ქაოსი, რომელიც ამ კრიზისის ფონზე გამომჟღავნდა, პუტინისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემაა.
პუტინი გამოაშკარავდა როგორც ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში სტეროიდები შეუყვანა რუსეთის ეკონომიკურ გულში. ეხლა ეს გული თითქმის აფეთქების ზღვარზეა. დავბრუნდეთ 2023 წელს. იმ დროისთვის უკრაინის ომი უკვე დაახლოებით 1 წელი მძვინვარებდა, ხოლო დასავლეთის ქვეყნებმა ერთობლივად შემოიღეს სანქციების მთელი სპექტრი, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის დასჯას მისი ეკონომიკის პარალიზებით. მაგრამ პუტინს გეგმა ჰქონდა. როგორც ექიმი, რომელსაც ხელში აქვს ნემსი სიძლიერის გამაძლიერებლებით, ის აპირებდა რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებას საომარ სამრეწველო კომპლექსზე გადასვლით. ნაბიჯი, რომელმაც მოსკოვს საშუალება მისცა სრულად აერია ისინი, ვინც ფიქრობდა, რომ ქვეყანა შეჭრის შემდეგ მხისიერად დაინგრეოდა და ეს გარკვეული დროით იმუშავა. სამხედრო ინდუსტრიალიზმის სტეროიდმა რუსეთის ეკონომიკის გულში გაიარა და გამოიწვია ისეთი ზრდა, რასაც არავინ ელოდა. სოფლიო ბანკის მიხედვით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ის ზრდა 2023 წელს 4.1% იყო. 2024 წელს MŠP-ის ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო, 4.9%. ისევე როგორც სპრინტერს, რომ 100 მეტრი 9 წამში დაეფინიშებინა, სოფლიო გაოცებული დარჩა და ფიქრობდა, როგორ მოხდა ეს საერთოდ. რუსეთის MŠP 2022 წელს, იმ წელს, როცა პუტინმა ომი დაიწყო, 1.4%-ით შემცირდა. ასე რომ, როგორ შეიძლება რომ ახლა არა მხოლოდ იზრდებოდეს, არამედ ასე შთამბეჭდავადაც იზრდებოდეს 1-2 წლის შემდეგ. პუტინმა პასუხი იწოდა, მაშინაც კი როცა ის მალავდა სტეროიდებით სავსე ნემს. რუსეთში ეკონომიკური გამძლეობა, რასაც ვხედავთ, მოთხოვებაა. დიახ, სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე გადასვლა შეიძლება ნაწილობრივ ხსნიდეს ამას, მაგრამ როგორც ევროპული ლიდერების ქსელი აღნიშნავს, პუტინი რუსულ სისტემაში უამრავ ფულს ასხამდა. ის ამბობს, რომ 2022-დან 2024 წლამდე პერიოდში რუსეთმა გაატარა ფისკალური ზომები, რაც ქვეყნის MŠP-ის 10%-ის გამოყენებას უტოლდება. ყველაფერი იმისთვის, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი გაეძლიერებინა, ხელფასების ზრდა უზრუნველყო და სესხების რაოდენობა მაღალი დაეტოვებინა. ეს იყო კვამლის ფარდა, ილუზია. მაგრამ მაინც, სულ მცირე 2 წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკის გული კარგად ფეთქავდა. რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებით აფრიალებდა ამ შედეგებს ყველას წინაშე, ვინც კი მოусმენდა. 2023 და 2024 წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პუტინის პასუხი იყო ყველასთვის, ვინც ფიქრობდა, რომ დასავლეთის სანქციები და უკრაინის ძალისხმევა, თუნდაც ერთად, საკმარისი იქნებოდა რუსეთის ეკონომიკის ჩამოსაშლელად. როდესაც MŠP გაიზარდა, საშუალო ხელფასებიც მოიმატა და უმუშევრობაც კი შემცირდა. რუსეთი თითქოს კარგად იყო, მაგრამ პუტინმა კრიტიკული შეცდომა დაუშვა. სტეროიდები, რომლითაც მან რუსეთის ეკონომიკა გაამაგრა, არასდროს შეუწყვეტია. ეს იყო მუდმივი ხელოვნური მხარდაჭერა წლების განმავლობაში. რუსეთის ეკონომიკის გულს უკვე პრობლემები ეწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ბოლოს თითქოს უფრო ძლიერი ჩანდა ვიდრე ოდესმე. ცემა, შემდეგ კი გაჩერება. გულის შეტევა მოხდა და რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს აღდგენას, სანამ პუტინის ომი გრძელდება. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ხმად ვისაუბრებთ, ეს არის სამხედრო შოუ და ჩვენ მოგიყვებით სათაურებს მიღმა არსებულ ამბებს. თუ მოგთონთ ის, რასაც უყურებთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ შეტყობინებების ღილაკს, რომ ნახოთ ჩვენი სხვა სიღრმისეული ანალიზები რუსეთის იმ მრავალ პრობლემაზე, რომლებიც უკრაინის ომში აქვს. როცა 2025 წელი დადგა, პუტინს სჯეროდა, რომ ბოლო რამდენიმე წლის ჩვეულებრივი მიდგომა კვლავ გააგრძელებდა მუშაობას. ნემსი შედის, ავსებს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს ფულით და შემდეგ ამოაქვთ, სანამ კიდევ მეტი ფული არ დასჭირდებათ. მაგრამ პუტინმა ვერ გათვალა, რომ მისი თავდაცვის ინდუსტრიაზე დამყარებული გამოსავალი ასეთი დიდი ეკონომიკური გამოწვევისთვის ვერ იქნებოდა მარადიული. ფული ამოიწურებოდა, ასევე მუშახელი და რუსეთის MŠP კატასტროფულად დაეცემოდა. და სწორედ ეს ვიხილეთ 2025 წელს. სოფლიო ბანკის თქმით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 1%-მდე დაეცა. ეს მაინც ზრდა, მაგრამ ეს ზრდის ტემპი თავისუფალ ვარდნას ნიშნავს წინა 2 წელთან შედარებით. 2026 წელი კიდევ უფრო ცუდი იქნება. რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზები შემცირდა. წლის დასაწყისში მოსალოდნელი 1.3%-იანი MŠP-ის ზრდიდან ახლა მხოლოდ 0.4%-მდე. კიდევ ერთხელ ხედავთ ვარდნას. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რუსეთი 2027 წელს რეცესიაში აღმოჩნდება. გაჩერებიდან აფეთქებამდე. რუსეთის ეკონომიკის გულმა მუშაობა შეწყვიტა. აი რას იღებ, როცა ეკონომიკას ხელოვნურად ბერავ და რუსეთი ამას უკვე გრძნობს. ამჟამად ეს ეკონომიკა სადღაც შუაშია სრულ სტაგნაციასა და მილიტარიზაციას შორის, რომელიც ვლადიმერ პუტინმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოახვია თავს. გახსოვთ ის დაბალი უმუშევრობის მაჩვენებლები, რომლებიც ვახსენეთ. ისინი უფრო მიუთითებენ მუშახელის სრულ დეფიციტზე რუსეთში, ვიდრე ჯანმრთელ ეკონომიკაზე, რომელიც როგორც უნდა, ისე ფუნქციონირებს. რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი მილიარდობით დოლარით დაიცალა, ყველაფერი პუტინის ომის დასაფინანსებლად და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დახარჯული თაღების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტის 80%. ამიტომ რთულია დაინახო რეალურად სად მიდის ეს ფული. პუტინის დიდი შეცდომა იყო ისეთი ეკონომიკის შექმნა, სადაც სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ყველაფერს აკონტროლებდა. მისი ვარაუდით, რომ უკრაინას სწრაფად დაეცემოდა და მილიარდობით მინერალურ სიმდიდრეს მოიტანდა, რაც ომის დასრულების შემდეგ სიტუაციის გამოსწორებას შესაძლებელს გახდიდა. უკრაინა ადაცემულა და რუსული გემი ტონობით წყალს იღებს.
ანამდე ვიდეოში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ არის რუსეთის საწვავის კრიზისი იმ უფრო ფართო ეკონომიკური პრობლემების სიმპტომი, რომელსაც ქვეყანა აწყვეტება. დას გულისხმობ თამაში. საბოლოოდ ყველაფერი ინფლაციაზე მოდის. აღნიშნეთ, რომ რუსეთის საწვავის ფასები გავლენას ახდენს ქვეყანაში ზოგად ინფლაციაზე. და სწორედ ამას ხედავთ. მაშინაც კი, როცა რუსეთი ცდილობს ფასები დაბლა შეინარჩუნოს ნავთობის კომპანიებზე ფასების შეზღუდვების დაწესებით, ის დაწესებით არაოფიციალურ გაყიდვებთან დაკავშირებული ფასნამატები ამ ძალისხმევას ანეიტრალებს. მაგალითად, სევასტოპოლში, რომელიც ხირიმის სპორტის ქალაქია და უკრაინის კამპანიის შედეგად რუსეთის საწვავზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები ერთ კვირაში 30%-ით გაიზარდა, იუწყება Moscow Times-ი. ინფლაციის ეს მაჩვენებელი რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს. ინფლაცია უკვე პრობლემას წარმოადგენდა. ხოლო 2026 წლის პირველ ორ თვეში მთელ ქვეყანაში ფასები 2.1%-ით გაიზარდა. მაგრამ ეს ბავშვური თამაშია 2024 წელს დაფიქსირებულ 10%-იან ინფლაციასთან შედარებით. ეხლა რუსეთი შეშფოთებულია, რომ ეკონომიკის შენელების, საწვავის კრიზისის გავრცელებისა და ინფლაციის შესაკავებლად მიღებული ზომების წარუმატებლობის ფონზე შეიძლება ახალი ინფლაციური სპირალი დაიწყოს, სადაც ფასები კვლავ აფეთქდება. რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე ცდილობს რეაგირებას. მისი ბოლო ძირითადი საპროცენტო განაკვეთის შემცირება მხოლოდ მეოთხედით შეამცირა რუსეთის საბაზისო საპროცენტო განაკვეთი და ივნისში 14.25%-მდე ჩამოიყვანა. ეს უკვე იმდენად მაღალია, რომ ბიზნესებისთვის, რომლებიც ფულს საჭიროებენ, სესხების აღება რთულდება, მაგრამ რუსეთს განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება ვერ გაურისკავს ინფლაციის პრობლემების გამო. ლოგი ამტკიცებს, რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე იმდენად გაცივდა, რომ განაკვეთის უფრო სწრაფად შემცირება შეიძლება და ეს სესხების ბიზრდას გამოიწვევს. მაგრამ ეს გამაღიზიანებელი საწვავის კრიზისი არ გრება და ძირითადი განაკვეთის შემცირების მცდელობის რისკი ისაა, რომ ინფლაცია შეიძლება ისევ გაიზარდოს. ეს გამოუვალი სიტუაცია. დააშკარაა, რომ ყველაფერი, რასაც რუსი ეკონომისტების სიტუაციის გამოსასწორებლად შეეცდებიან, საუკეთესო შემთხვევაში ნახევარზომა იქნება. უმეტესობა ერთიანდება მარტივ აზრზე, რომ ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაშია დამნაშავე ყველაფერში, რასაც ახლა ვხედავთ. ეს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკაა, რომელმაც რუსული ეკონომიკა სტეროიდებით გაავსო და ცრუ სურათი შექმნა. ვლადიმერ პუტინის ბრალია, რომ გულმა ვერ გაუძლო და ეკონომიკა გაჩერდა. და ვლადიმერ პუტინის ბრალია, რომ ეხლა რუსეთში საწვავის კრიზისია. რა თქმა უნდა, არც ერთი წამყვანი რუსი ეკონომისტი ამას პირდაპირ არ ითქვის. მაგრამ ეს იგულისხმება ყოველ ჯერზე, როცა ამბობენ, რომ საომარი მოქმედებების დასრულებას ემხრობიან. ეს დაფარული გზაა იმის სათქმელად. დაასრულე შენი შეშლილი ომი, სანამ რუსეთსაც თან გაიყოლებ, ვლადიმერ პუტინი. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს. მან რუსეთი ფინანსური უფსკრულის ზღვარზე მიიყვანა და ახლა მას პირდაპირ გადაჭეხავს, რადგან უკრაინაზე იმდენადაა შეპრობილი, რომ ვერც კი ამჩნევს იმ უზარმაზარ უფსკრულს, რომელიც მას უყურებს. აი, რეალობა, რომელსაც რუსეთი ახლა აწყდება. ის სახელმწიფო დაფინანსების მკვეთრი ზრდა, რომელმაც 2023 და 2024 წლებში რუსეთის ეკონომიკის წარმატების ცრუ შთაბეჭდილება შექმნა, აღარ არსებობს. ნავთობისა და გაზის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, ნაწილობრივ დასავლეთის სანქციების გამო და ნაწილობრივ უკრაინის კინეტიკური სანქციების შედეგად, რომლებიც ანგრევს გადამამუშავებელ ქარხნებს, საწყობებსა და საცავებს. მაისში რუსეთის ნავთობის წარმოება მე-6 თვეა ზედიზედ მცირდება. 2025 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 24%-ით შემცირდა. ჩვენ 2026 წლის განმავლობაშიც მსგავს ვიხილავდით, რომ არაოპერაცია, ეპიკური რისხვა და ჰორმუზის სრუტის დახურვა, რამაც რუსეთს დროებითი შვება მისცეს. თუმცა ნავთობის ფასები ნორმალიზდება და წლის ბოლოსთვის შეიძლება კვლავ $60-მდე დაეცეს ბარელზე, ითხოვინება oilprice.com. ასე რომ მოულოდნელი შემოსავალი, რომელმაც რუსეთს გარკვეული დროით დახმარება გაუწია, უკვე ქრება. თავდაცვითი საწარმოო სექტორები, რომლებშიც რუსეთმა ამდენი ფული ჩადო, უკვე სირთულეებს აწყდება, რადგან წარმოება ჩიხში შევიდა. უბრალოდ აღარ დარჩა რესურსი ახალი პროდუქციის შესაქმნელად. სამოქალაქო მუშახელის გადინება რუსეთის სამუშაო ბაზიდან კიდევ ერთი პრობლემაა. ეს მუშახელი ან თავდაცვის სექტორში გადავიდა, ან უკრაინაში დაიღუპა. რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გარეთ მყოფ ბიზნესებს აკლიათ კვალიფიციური კადრები იმ დროს, როცა ისინი კვლავ უმკლავდებიან ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. არც ერთი რუსული სექტორი, რომელიც პირდაპირ არ არის ჩართული ომში, არდგენას არ განიცდის. ხოლო ის სექტორები, რომლებიც ჩართულნი არიან, უკვე მაქსიმალურად დატვირთულნი არიან და ვეღარ იზრდებიან. და ამ ყველაფრის ფონზე ის სახელმწიფო ფული, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის სტეროიდივით მოქმედებდა, თანდათან იწურება. რუსეთის MSP 2026 წლის პირველ კვარტალში შემცირდა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი უკონტროლოდ იზრდება. The Hill იუწყება, რომ ინფლაცია კვლავ იზრდება, რაც ამართლებს იმ ადამიანების შიშებს, ვინც ფრთხილობს საკონძო განაკვეთების შემცირებას და აჩვენებს რუსეთის საწვავის კრიზისის გავლენას. და უკრაინა არ აპირებს გაჩერებას. მას არ გამოელევა საშუალო და ღრმა დართმის დრონები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ რუსეთის საწვავის ინდუსტრიას, ანადგურებენ პუტინის საომარ მანქანას და ანადგურებენ იმდენად ძვიად ღირებულ სამხედრო ტექნიკას, რომ რუსეთის გაბერილი თავდაცვის სექტორიც კი ვერ ახერხებს მის ჩანაცვლებას. ვერავინ უარყოფს ამას, ვინც ყურადღებას აქცევს. რუსეთში გავრცელებული აუთვისებიანი კიბო პუტინია და მისი მოცილების გარდა სხვა განკურნება არ არსებობს.
რა თქმა უნდა, რუსეთი ისევ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს სიტუაცია ისეთი მძიმე არ იყოს, როგორც ჩანს. მოსკოვის Times-მა 10 ივნისის 10 ატატიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, ქვეყანაში ბიუჯეტური კრიზისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტი 83.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირინა ოკლადნიკოვამ ისიც კი განაცხადა, რომ ბიუჯეტი გეგმის მიხედვით სრულდება, რაც გვაფიქრებინებს, რა ტიპის გეგმა ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამ გეგმით ბიუჯეტის დეფიციტს რუსეთის მიზნობრივ მაჩვენებელზე 60%-ით მეტი უნდა ქონოდა, რადგან 2026 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ნავთობისა და გაზის შემოსავალი 30%-ით შემცირდა. არ აქვს აზრი იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი რიგზეა, როცა რუსეთი ცეცხლშია. მაგრამ ესეთი მიდგომა პუტინურია. გადაავადე პრობლემა და იმედი გქონდეს, რომ რუსი ხალხი მზად იქნება კიდევ მეტი სირთულე აიტანოს მისი ომის გულისთვის. რუსი ხალხი ამას აღარ იჯერებს. არა რომ რუსეთს თავიდანვე ბევრი რამ ჰქონდეს შესათავაზებელი. 30 ივნისის სტატიაში Fortune-მა გააშუქა გალუპის გამოგითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ რუსების 60% პესიმისტურად უყურებს საკუთარ ეკონომიკურ მომავალს. პირობები უკვე ცუდია და მხოლოდ უფრო გაუარესდება. ეს მაჩვენებელი ასევე 21%-ით გაიზარდა, იმ 39%-თან შედარებით, ვინც 2025 წელს ანალოგიური პესიმიზმი გამოხატა. ასე რომ აშკარაა, რომ კრიტიკულ ზღვარს მიაღწიეთ და ჩვეულებრივმა რუსებმა გააცნობიერეს, რომ პუტინის შეუსრულებელი დაპირებები და ეკონომიკური მარცხები მათ ცხოვრებას აუარესებს. რა თქმა უნდა, გაცნობიერებასა და ჩავარდნილი ლიდერის წინააღმდეგ აქტიურ აჯანყებას შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ ეს დასაწყისია. და უკრაინა იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი რაღაც შედეგამდე მიიყვანს. ბოლოს და ბოლოს პუტინი იმდენად არის შეპრობილი, რომ ვერ გაჩერდება. ან იქნებ უფრო ზუსტად, პუტინმა იცის, რომ უკრაინის ომის დასრულება ისე, რომ მას არ მიცეს შესაძლებლობა გაიმეოროს თითქოს და გამარჯვება, მაგალითად დონბასის დაცემა, იქნება კიდევ ერთი გატეხილი დაპირება, ნახევარი ათწლეულის განმავლობაში, რომელიც სავსე ასეთი დაპირებებით. მაინც გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კიდევ მეტი ტკივილი დაემატოს. დამატებითი სანქციები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გემებიდან ყიდულობენ და ასევე შუამავლობენ სანქცირებული საქონლის რუსეთში ტრანსპორტირებაში, შეიძლება სტეროიდებით გაბერილი რუსეთის ეკონომიკის გულში დანაჩასწეს. დაწესდება კი ეს სანქციები, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მაგრამ ამ სანქციების გარეშეც არ არსებობს წამალი პუტინის არაკომპეტენტური ეკონომიკური პოლიტიკის ორმაგი დოზისა და უკრაინის მიერ იმ სუსტი საფუძვლის განადგურების წინააღმდეგ, რომელზეც რუსეთის ეკონომიკაა აშენებული. დაცემა მოსალოდნელი. ისინი, ვინც საათობით დგანან რიგში ბენზინგასამართ სადგურებთან, პირველები არიან, ვინც ამ დაცემას ხედავენ. უბრალოდ შეუძლებელია გამოსვლა იმ ეკონომიკური პრობლემებიდან, რაც პუტინმა შექმნა რუსეთისთვის, და ჩვენ მხოლოდ ზედაპირს შევეხეთ იმ მრავალ პრობლემას შორის, რომელსაც ახლა ქვეყანა აწყდება. ჩვენ კიდევ ბევრ ამას გაჩვენებთ და ყველაფერს ნახავთ, თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს, სადაც ვამხელთ რეალობას იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა რუსეთი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააწყაპუნეთ შეტყობინების ზარზე, რომ აღარ გამოტოვოთ ჩვენი ანალიზი იმ საშინელი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც პუტინის პოლიტიკამ ჩააგდო რუსეთი. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.